ეხლა სირიაზე, სადაც მიმდინარეობს შემდგომი საპარლამენტო არჩევნები. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც უმრავლესობას ქურთები შეადგენენ, მათ შორის ჰასაკასა და ქობანიში. ეს ხდება რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ეს ტერიტორიები იანვარში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ კვლავ დამასკოს კონტროლქვეშ დაბრუნდა. ამ არჩევნებით ივსება სირიის პირველ პარლამენტში დარჩენილი ბოლო 11 ადგილი, მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ-ასადი გადაყენდა. მაგრამ ეს სრული დემოკრატიული განახლება არ არის. უმეტესობა ადგილებისა საარჩევნო კოლეგიების მეშვეობით ირჩევა. მაშინ, როცა პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა პარლამენტის 1/3-ს პირდაპირ ნიშნავს. საკითხის განსარჩევად ჩვენთან ერთადაა სიარვან კაჯო, ქურთი ჟურნალისტი და მკვლევარი. ახლა სიარვან, ეს არჩევნები ქურთულ რეგიონებს რეალურ წარმომადგენლობას აძლევს ამ ეტაპზე. თუ ამას უფრო ფორმალურ პროცესად აღწერდით, რომელიც საბოლოოდ დიდ მნიშვნელობას არ ატარებს. მადლობა მოწვევისთვის. არ ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად არჩევნებს უწოდებდი. როგორც თქვენ თქვით, ეს იყო შეარჩევის პროცესი, არა მხოლოდ ქურთულ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაში. რომ რეჟიმს დამასკოს და პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარას, დროებით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარას პირადად დიდი როლი ჰქონდათ. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო კომისიების შერჩევის თვალსაზრისით, ასევე სირიის პარლამენტის წევრების 1/3-ს პირადად არჩევდნენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ქურთები თავად პროცესით უკმაყოფილონი არიან და იმ წარმომადგენლების რაოდენობა, რომლებიც შერჩეულ იქნენ დროებითი პარლამენტისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ბევრია სასაუბრო თვითონ კენჭისყრის კანონიერებაზე, მაგრამ მთელი პროცესი ხარვეზიანია. და ეს ასევე აჩვენებს, რამდენად მეტად გახდა სირია კვლავ ცენტრალიზებული ამ ახალი ხელისუფლების პირობებში დამასკოში. როგორ უყურებენ ქურთები ქვეყანას ახლა დამასკოს ახალი მთავრობის პირობებში, შედარებით იმასთან, რაც ასადის დროს იყო? პირველ რიგში 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქურთებს ფაქტობრივი ავტონომია ჰქონდათ სირიის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში. ამ პერიოდში ქურთებმა შეძლეს საკუთარი ინსტიტუტების განვითარება. და ახლა ეს ყველაფერი დასრულდა. იანვრის შეტაკებებისა და ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედ სირიის დემოკრატიულ ძალებსა და დამასკოს შორის შემდგომი შეთანხმების შემდეგ. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ფაქტობრივად მიატოვა ქურთები და ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები, რა თქმა უნდა, მანამდე ქურთებს წართმეველი ჰქონდათ ძირითადი უფლებები, არ ჰქონდათ პოლიტიკური წარმომადგენლობა ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, ასევე ჩამორთმეული ჰქონდათ ისეთი ძირითადი უფლებები, როგორიცაა ქურთული ენის საუბრისა და სწავლების უფლება და სხვა კულტურული და ენობრივი უფლებები. ამ უფლებების ნაწილი ქურთებს მიენიჭათ, როგორც იცით, ადმინისტრაციის დროებითი მთავრობის პერიოდში დამასკოში. მაგალითად, ქურთული ახლა არის ეროვნული ენა, აღიარებულია როგორც ეროვნული ენა, მაგრამ არა ოფიციალური ეროვნული ენა, რაც ქმნის განსხვავებას და იწვევს მრავალგვარ ინტერპრეტაციას, განსხვავებით მისი ეროვნული დონეზე აღიარებისგან. მაგრამ ამავე დროს ვითვლი, რომ ეს ცოტა პარადოქსულია. ერთი მხრივ დამასკოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ქურთულ საკითხთან დაკავშირებით, რაც სირიის თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ფაქტობრივად საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არც ერთ მთავრობას არ გადაუდგამს. მაგრამ ამავე დროს ეს მთავრობა მზად არის მოგლას ქურთები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დამასკოს და მის ხელისუფლებას. ესე რომ ეს ქურთებისთვის ორპირიანი მახვილია. პარლამენტის წევრების ეს შერჩევა განსაკუთრებით ძალიან ფრთხილად მოხდა, რაც ასახავს დამასკოს დღის წესრიგს იმისთვის, რაც სირიაში შემდეგ მოხდება. ჩვენ ვიცით, დიახ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოხვება ამ შერჩევის პროცესს? ხედავთ თუ არა, რომ ეს შეიძლება გახდეს ახალი დაძაბულობის ხარო, განსაკუთრებით სირიის ამ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში? უდაოდ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამოქალაქო ომის 2011 წელს სწორედ ეს ძლიერი ცენტრალიზაციის სისტემა იყო,
რომელიც მთელ ქვეყანაში მოქმედებდა და ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილო იყო იმით, თუ როგორ იმართებოდა ყველაფერი. ყველაფერი პირდაპირ დამასკოს მიერ იმართებოდა და კონტროლდებოდა. იგივე ხდება ახლა, თუმცა სხვა ფორმით და სწორედ ესე ცდილობს დამასკო ქვეყნის მასშტაბით თავისი ძალაუფლების დაბრუნებას. ამიტომ დაძაბულობა იქ დარჩება. შესაძლოა მოკლევადიან ან საშუალოვადიან პერიოდში სტაბილურობა ვიხილოთ, მაგრამ ბრძელვადიან პერსპექტივაში სირია ვერ მიაღწევს იმ სტაბილურობას, რომელსაც ბაშარის მთავრობა ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერით თუ მის გარეშე. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკითხი საბოლოოდ იმაზე დადის, როგორი მართლობის სისტემა შეიძლება კონდეს სირიამ. საუბრობთ ფედერალურ სისტემაზე, გულისხმობთ ადმინისტრაციულად დეცენტრალიზებულ სისტემას თუ სუფთა ცენტრალიზებულ სისტემას, როგორც სირიაში იყო, განსაკუთრებით ბაასის მმართველობის პერიოდში. 50 წელზე მეტია, ესე რომ ეს საკითხები ერთ დღეში არ მოგვარდება, მაგრამ მე ნამდვილად მჯერა ამის. თუ დამასკოში არსებული ამჟამინდელი აზროვნება გაგრძელდება და ქურთებს კიდევ უფრო მეტად პოლიტიკურად და სოციალურად გარიყავენ, მაშინ დაძაბულობა ისევ დაბრუნდება. იმის მიუხედავად, მოახერხებს თუ არა დამასკო ქურთული ძალების დაშლას და მათ ინტეგრაციას ან შთანთქმას სირიის თავდაცვის სტრუქტურებში. მე ნამდვილად მჯერა, რომ დამასკომ ეს უნდა გაიგოს. თუ სურთ, რომ ქურთები სრულად ინტეგრირდნენ სირიის სახელმწიფოში, მაშინ ქურთების უფლებები უნდა იქნას აღიარებული. ჯერ ეს. მანამდე, სანამ ვილაპარაკებთ აქ და იქ თანამდებობების მიცემაზე, სიმბოლურ ხო იცით, ქურთული საზოგადოების ზოგიერთი წევრის ჩაჩართვაზე. ეს რაღაცები ვერ გადაჭრის იმ ხანგრძლივ პრობლემებსა და ცხენებს, რაც ქურთებს წლების განმავლობაში ჰქონდათ. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით როცა ვუყურებთ სირიის მომავალს და იმას, რაც შეიძლება იქ მოხდეს. სირვან კაჯო, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს 24 News ინგლისზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა. მადლობა მოწვევისთვის.